Pane კვირეული 2015 ბერლინში გამართულ გამოფენაში მონაწილეობას აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაცია იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს დე-ფაქტო სოხუმი. ცოტა ხნის წინ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარები გაკეთდა ოფიციალურ თბილისში. გერმანიაში საქართველოს ელჩის განცხადებით ქართულმა მხარემ უკვე მიმართა გერმანიის ხელისუფლებას ფაქტზე რეაგირება მოახდინონ. ლადო ჭანტურიამ უკვე მიიღო წერილი, სადაც ქვეყანასთან ჩამონათვალში, რომელიც ოფიციალური სტატუსით ესწრება გამოფენას, ოკუპირებული აფხაზეთი არ შედის და სტენდი, რომელიც მე-11 პავილიონში დგას, კერძო პირის სტატუსით არის გახსნილი. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პაატა ზაქარიაშვილმაც. აფხაზები აპირებდნენ მწვანე-კვირეულში მონაწილეობას, დაუკავშირდით ამასთან დაკავშირებით როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიის, ასევე მწვანე-კვირეულის ორგანიზატორებს და ჩვენი ჩარევის შედეგად ეს ცდელობა, რომ აფხაზეთის სავაჭრო პალატა დაფიქსირებულიყო ასპექტით, ასე რომ დღეს არც სახელმწიფოების ჩამონათვალში და არც საწარმოების ჩამონათვალში აფხაზეთიდან არავინ არ ცდილობები დე-ფაქტო აფხაზური ხელმძღვანელობიდან რომ რაღაც ფორმით დააფიქსირონ ვითომ და თავიანთი დამოუკიდებლობა რეგულარულად ხდება პირველი არა და როგორც ჩანს არც უკანასკნელი არ იქნება მაგრამ სწორედ ის არაღიარის პოლიტიკა რასაც ემსახურება რასაც ახორციელებს დასავლეთ ჩვენი მეგობრები დასავლეთში სწორედ ამისკენა მიმართული და საგაუსაკო სამინისტროს ჩართულობით ეს საკითხი გვარდება იმ ფორმით რომ მე ორგანიზატორები უკვე ამ საკითხებს აგვარებენ საქართველოს ინტერესთან გამომდინარე იქ უკვე კერძო პირები ახორციელებენ ამას კერძო პირებს გამოაქვთ ხოლმე რაღაც გარკვეული დროშა იქნება თუ რაღაც სხვა რამ ატრიბუტიკა მას არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან